დღეს პრემიერმა გააკეთა განცხადება, მოწოდება უფრო სწორედ, რომ ვითარების ხელოვნურად დაძაბვა არ უნდა ხდებოდესო. თქვენ თვლით, რომ ლარის კურსთან და ფასების დასთან დაკავშირებით ხელისუფლებას შეუძლია რაღაც ძირეულად შეცვალოს სურათი, მიუხედავად იმისა, როდესაც ისინი საუბრობენ აი ამ გარკვეულ გარე ფაქტორების გავლენებზე. ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, რომ როგორც ჩანს, ბიზნესთან ერთად ლარიც განთავისუფლდა და თავისუფალ მდგომარეობაში ის გაცილებით უფრო საინტერესო საქმეებს აკეთებს და უფრო კარგი გარემოა შექმნილი ჩვენი საზოგადოებისთვის და მოქალაქეებისთვის. არ ეცინებათ იმ ბიზნესმენებს, რომლებიც თქვენი ტერორის ქვეშ იყვნენ. ეხლა ეცინებათ სამაგიეროდ განსაკუთრებით ბიზნესმენებს და განსაკუთრებით კარგად ჯანსაღი თვალით უყურებენ ამ ლარის მდგომარეობას, ვიდრე იმ ვითარებას, როდესაც სრული ტერორის ქვეშ იყვნენ. კარგით. გასაგებია. პრობლემა რაში არის? ნახეთ, როდესაც დღეს სხვათა შორის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თქვა საშინაო ხაზი გაუსვა საშინაო პრობლემებს, რომელიც და საშინაო საქართველოს მთავრობის პრობლემას და მის მიერ შექმნილ პრობლემებს, რამაც გამოიწვია ეს კურსი. პრობლემა არის რამოდენიმე, რომელიც არის ეკონომიკაში. პირველი, ეს არის ექსპორტის ვარდნა და უკვე მე მაქვს თქვათ ეს მონაცემები და აპრილიდან დაწყებული, ივნისიდან დაწყებული რადიკალურად იცვლება ეს და ექსპორტი ყველა მიმართულება რო აუხსნათ ჩვენს საზოგადოებასაც და სტუდიაში ყოფ ადამიანებს და ძალიან მარტივია. ყველა ის წყარო, რომლითაც საქართველოში შემოდის დოლარი, შეექმნა პრობლემა. პირველი ეს არის ექსპორტი, ექსპორტ შეექმნა პრობლემა, შესაბამისად დოლარი აღარ შეmoდის, ანუ ჩვეულებრივად ადამიანი ყიდიან რაღაცა და შემოვა დოლარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როდესაც რატო ხდება ეს დეკემბერში რატო ხდება? რატო არ საუბრობთ? იმიტომ რომ უკვე რამოდენიმე თვის განმავლობაში გეუნებოდით. ვინო ეს ყველაფერი გადის? არ გაინტერესებს. მეორე მესამე კვარტალში და არა მეოთხე კვარტალში. ესეც დაამატეთ რომ ესეც დაამატეთ რომ ზრდა იყო. არა ზრდასთან ჩამოვარდა რა არის და პირდაპირ მინუსებში ხართ გასული. ზრდა იყო და იმის მერე არის. თქვენ თქვით რომ თქვენ არ გესმიდა თუ რამდენადაც არ ხო? ანუ პირველი ექსპორტში არის თუ არა სერიოზული კლება. არის სერიოზული კლება. ექსპორტში არის სერიოზული კლება. პირველი მიმართვებაში რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ზაფხულში გაზაფხულში სეზონური ბატონო ირაკლი თქვენ ამას ამბობთ. ინვესტიციის შემოდინებაში არის სერიოზული კლება და ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელიც თქვენ გაქვთ. სამწუხაროდ თქვენთვის თქვენი აპოკალიფსის მათემატიკურად აპოკალიფსზე არ ლაპარაკობ და ასე არ ლაპარაკობ მითებს. ვისაუბროთ არა თვეების მიხედვით, ვისაუბროთ წლის მიხედვით და არა თვეების მიხედვით. ჩამოვარდნილია და ეს არის სერიოზული ვარდნა. მინუსებში არის გასული, აგვისტოში არის -12 და ასე შემდეგ. სერიოზული ვარდნა არის. მარტივი ახსნა არის. ხო გინდა ჩვენ ხო დეკემბერს აღარებთ აპრილს, მაისს. ჩვენ ხო არ ფარიკაობთ. ძალიან მარტივია, ძალიან მარტივია. პირველი მეორე პრობლემა არის ინვესტიციების შემოდინების კლება. გაზაფხულს ადარებთ ზამთარს და ამით ვცდილობთ რომ დაანახოთ თითქოს ვარდნა, თუმცა იმას არ ამბობთ რომ გაზაფხულში შარშანელთან შედარებით მინუსებში ხარ. რამდენჯერმე გაიზარდა? მინუსებში ხარ. რამდენჯერმე გაიზარდა? შარშანელ ამავე პერიოდთან შედარებით ბატონო მინუსებშია გასული. აი აქ განახალ პირდაპირ გრაფიკი არის და მინუსებში არის გასული. ეგ ერთი. მეორე ინვესტიციებში გაქვთ სერიოზული კლება, ასევე არის ძალიან სერიოზული კლებები ინვესტიციებში. მესამე გასადარებთ ბატონო სერგო წინაწლებს კონკრეტულად კი ბატონო წინაწლებთან შედარებით არის 100 მილიონი ჩავხედოთ თქვენ ჩავახედოთ ბატონო ირაკლის არა ერთ სტუმარს ყველა მომაწოდეთ ერთად რომ შევადარო წლების მიხედვით თვეების მიხედვით